დღეს სამშაბათია, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში, თქვენ გვიყურებთ და გვისმენთ. ეს გახლავთ გადაცემა იმედის კულტურა, მე გადაცემის ავტორი და წამყვანი ლადო ტატიშვილი გახლავართ და დღევანდელი გადაცემა არ ვიქნები ორიგინალური, როგორც ყველა გადაცემა, ასევე მგონია, რომ ძალიან საინტერესო გამოვა. ეს არის თემა, რომელიც დღეს ალბათ ყველას გვაინტერესებს, თუმცა ჩვენ ცოტა სულ სხვა მიმართულებით ვისაუბრებთ თემაზე. მე სტუმარს წარვადგენდა, ალბათ მიხვდებით, რაზეა საუბარი, იმიტომ რომ ჩვენი დღევანდელი სტუმარი შეიძლება ითქვას, ნამდვილ სიმბოლოდ იქცა ამ სფეროს ცოდნისა, ეს გახლავთ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი. მოგესალმებით ბატონო მიხეილ. მოგესალმებით დღემშვიდობისა. ძალიან დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და ხართ ჩვენთან ერთად. მზად ვარ ყოველთვის. გაიხარეთ. ბატონო მიხეილ, როგორც ყველა სტუმართან, თქვენთანაც ამ კითხვით გადმოთ. ოდნავ ისტორიაზე ვისაუბროთ. მე ვიცი რომ ეს ცოტა რთული თემაა, იმიტომ რომ საიდან მოდის, როგორ მოდის, რანაირად, სად მიდის ამის ფესვები, ხო? მე გადაცემისთვის რომ ვემზადებოდი, მინდა გითხრათ რომ დავიბენი. იმიტომ რომ იქ მესოპოტამია, იქ ძველი ეგვიპტე, ანუ ყველაფერი, ამოაგდო ყველაფერი. ის არის და საბოლოოდ ამბობდნენ რომ აი ესე ჩამოყალიბებული პასუხი არ არსებობს. ხო. კი, ნამდვილად ესეა, იმიტომ რომ უძველესი ეზოთერული მეცნიერებაა. სხვათა შორის ახლა დღეს საუბრობენ ასტრონომია, ასტროლოგია და ყოფენ არაფერი ამდაგვარი არ იყო. ეს ხოდ გაიყო ფაქტობრივად მე-20 საუკუნის დასაწყისში. ასტრონომია, ასტროლოგია ყოველთვის იყო ერთიანი სისტემა, რომელსაც ვარდქვა რიცხველობა ერქვა თავისთავად. და მოდიოდნენ ყოველთვის ერთად, იმიტომ რომ ასტრონომია, ასტროლოგიის გარშე და პირიქით არ ასტრონომია სწავლობს ჯერ პირველ რიგში რას, ციური სხეულების მოძრაობის ტრაექტორიას, სიჩქარეს, წონას და ასე შემდგომ ფიზიკო-მათემატიკურ პარამეტრებს, მაგრამ არავინ არ ითვალისწინებს, რომ სიცოცხლე რისგან შედგება ენერგიისგან. ადამიანი ეს არის ენერგო რეზერვუარი, სადაც არის უამრავი სხვა ფუნქცია, რომელსაც ასრულებს სწორედ ეს ენერგია, ხო? შესაბამისად, ყველა ციური, ნათობი, პლანეტა, ეს არის ციური სამყაროს ენერგია. მე ვამბობ ასე, ეს არის უფლის თითები, ხო? ენერგია, რომელიც ახდენს ძალიან დიდ ზეგავლენას დედამიწაზე მცხოვრებ ენერგეტიკულ არსებებზე, როგორც არის ადამიანი, ენერგიაზე. ხო? შესაბამისად, ასტროლოგია უკვე ასტრონომიისგან განსხვავებით, ჩვენ ვიღებთ ასტრონომიისგან ინფორმაციას, რომ აი ეს პლანეტა თავის სიჩქარიდან გაუნარე, აი აქ მოხდება ამ დროს და რომ მოხდება, მე რაზე გავლენა აქვს ამას ჩვენზე? უბრალოდ ეს პლანეტა, რომელსაც ჩვენ ხედავთ, ლამაზი ანათებს და მორჩა, ეს არის მისი ფუნქცია? თუ სხვა ფუნქციაც აქვს, ზეგავლენა ბიოლოგიურ ორგანიზმებზე და თურმე აი თითქმის 40 საუკუნოვანი შესწავლის შედეგად, ანალიზის შედეგად აღმოჩნდა რომ თურმე ზეგავლენა ძალიან დიდი აქვს. უბრალოდ რატოა რომ გამოყვეს ასტრონომია როგორც მეცნიერება და ასტროლოგია როგორც არა? რატო? იმიტომ რომ ასტრონომიას შეუძლია დაამტკიცოს ფორმულებით სიჩქარე, ტრაექტორია, მასა ციური სხეულების, რაც მისაღებია მეცნიერებისთვის. ასტროლოგია ეს უკვე ვერ ამტკიცებს ამ გზით. ასტროლოგია არის დაკვირვების საგანი, მრავალსაუკუნოვანი. აი, ენერგეტიკა ეხლა იმ მთვარის, აი ამ ადგილას, რაზე გავლენას ახდენს, ამას ფორმულაში ვერ ჩასვავთ. როცა მეუბნებიან, რომ რასაც ვერ ჩავსვათ ფორმულაში, აი ეს არ ითვლება და ის არ მუშაობს, ეს არის დიდი ტყუილი. მაშინ მე ვეუბნები მეცნიერებს, იმიტომ მე ვარ მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი ვარ თავის დროზე. და აქედან გამომდინარე, მეცნიერული პრინციპი კარგად ვიცი, მშობლებით მეცნიერები მყავდნენ და აქედან გამომდინარე, ვიცი რას ეფუძნება მეცნიერება, მაგრამ მე ყოველთვის ვეუბნები, ინტუიცია არსებობს? კი მეუბნებიან. სად არის? ფორმულაში ჩამისვავთ? დამოჭერნებთ ხელში, ცივი აცხელია, როგორია? აი, ბოდიში, აქ ჩერდებიან იგივე მეცნიერები. კარგი ბატონო, სიყვარული არსებობს? კი მეუბნებიან, სად არის? ფორმულა? არ არის, მაგრამ თურმე არის, ხო? აი მეც თავის დროზე და სიყვარულის მეცნიერება ხო არ არსებობს ცალკე ასე? გებია, მაგრამ სიყვარული ხო არსებობს, ყველამ ვიცით, ხო? ფორმულაში ჩასვავთ? მაგრამ ის არსებობს. ის არსებობს. ასე ვამბობ, რომ არის ისეთი სფეროები, რომელსაც ჩვენ ვერ ხედავთ. და რა არის ამის მიზეზი მაშინ, რომ არ ცნობენ როგორც მეცნიერებას? აი ზუსტად ეს, რომ ვერ სვავთ ფორმულაში. მხოლოდ ეს არის? აი მხოლოდ ეს ფორმულაში რახან არის მევა, ის არ შეიძლება იყოს მეცნიერება. აი ეს არის მათი დოქტრინა. და როცა მე თავის დროზე აკადემიკოს ევგენი ხარაძეს დაუსვეს კითხვა, რომ აი ჩვენ ვიცით რომ მთვარე მაგალითად 80%-ით გავსებული ადამიანის ორგანიზმის სითხით, ხო და მთვარე რას უშვება სითხეებს, ოკეანეებს, ზღვებს, ჩვენას ვიცით რა მიმოქცევას მოქმედებს თუ არა მთვარე ჩვენს ორგანიზმს.
ნუ ახლა ძალიან შეწუხდა. არ მოეწონა ხა ეს კითხვა. ნუ ალბათ მოქმედებსო და დროზე გამექცა. მოდი ეს ვთქვათ, ინტერვიუ ქონდა. მე ხვდით, მაგრამ რას ქვია როგორ არ მოქმედებს? 80% ვარ ცითხე, ხო? ორგანიზმი და თვარე რას უშვება მეტაბოლურ პროცესებზე პირდაპირ თვარე ახდენზე გავლენას. ამიტომ ეს არის უძველესი ეზოთერული, ამიტომ ამბობ მეცნიერება. ეზოთერული ნიშნავს იმას, რომ ფორმულაში ვერ ჩასვავთ, მაგრამ მრავალსაუკუნოვანი ანალიზის დაკვირვების შედეგია. რომელიც ჩამოყალიბდა და გვეუბნება, რაზე გავლენას ახდენს ძირითადი 10 ციური სხეული და მანათობელი, რომელიც ყველაზე ახლოა დედამიწასთან. ბატონო მიხეილ, მაშინ რა მაინტერესებს, იცით, აი თქვენ როგორც ბრძანეთ, ეს იყო ერთი ორგანიზმიო, ხო? ასტრონომია, ასტროლოგია, ხო, და შემდეგ გაიყო მე-20 საუკუნე. რატო მოხდა საერთოდ გაყოფ? ხო შეიძლებოდა ის ფორმულირებაც და ფორმულაში ჩასმაც ყოფილიყო და ესეც როგორც ერთგვარი ინტუიციური ნაწილი ამ მეცნიერებისა. იყო კიდეც, მაგრამ ვიღაცებს არ მოეწონათ. ამიტომ ყოველთვის არიან მტრები, ხო? ხა არ ვასახელებ ვინ, როგორ ანემაც შეს მეცნიერებებში, ხო? რომელმაც მოიდომეს განხეთქილების შეტანა ასტრონომებსა და ასტროლოგებს შორის და დღეს გეტყვით, რომ ყველაზე დიდი მტრები ასტროლოგების არიან ასტრონომები. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ერთიანი სისტემაა. და აქედან გამომდინარე მათ ეს მოახერხეს. ასტრონომებს ყველაფერი ჩაუდეს, რომ ნამდვილი მეცნიერება არის ასტრონომია და ასტროლოგია არის ფსევდომეცნიერება. და დღეს ყველაზე დიდი მტრები არიან პირველი ასტრონომები ასტროლოგებისთვის და მეორე ფსიქოლოგები. და ეხლა მეორე მომენტს გეტყვით. და რა ერქვა მაშინ გავიხსენოთ ოდითგანვე ამ ვარცხლავ რიცხველობას. მას ერქვა სხვანაირი სახელიც ჰქონდა კოსმობიოფსიქოლოგია. სადიყვნენ ადრე ფსიქოლოგები ამ როლს ჩვენ თამაშობდით. ეს იყო ჩვენი ზუსტად. იმიტომ რომ ფსიქოლოგიური 12 ზოდიაქოს ნიშნის ფსიქოტიპია, ხო? ამას ჩვენ სწავლობდით 40 საუკუნის წინ. და ფსიქოლოგები ახლა აღმოცენდნენ მხოლოდ. მე ხვდით? და აქედან გამომდინარე დღეს აბრაზებთ ახლა ფსიქოლოგს. და ეს არ მაწუხებს აბსოლუტურად რის თქმა მინდა ფსიქოლოგები ამიტომ არიან ძალიან აგრესიულები ასტროლოგების მიმართ, კი. თუმცა ზოგიერთი ფსიქოლოგი ცოტა ისეთი წინ გადადგმული ნაბიჯებით ვინც მიდის, რომელიც მოსულა ჩემთან და პირად ჰოროსკოპზე გვისაუბრია, მე გვეუბნებოდა ერთადერთ ფრაზას, ყველა ერთხმად გვეუბნებოდა, რომ აი ეს არის ნამდვილი ფსიქოლოგია. ეს რატო არ ვიცოდით? იმიტომ რომ საკუთარი ფსიქოტიპი ჩემი საუბრის მერე უფრო გახსნეს, ვიდრე თავისი ფსიქოლოგიური, ასე ვთქვათ, სწავლიდან და ხედვიდან. და რომ სულ სხვა რაღაცას ვეუბნები და ეს რატო არ გვასწავლის? მეოთხე კითხე თქვენს ხელმძღვანელობას, იმიტომ რომ არ არის მიღებული და ითვლება ფსევდომეცნიერება. და ამ დროს აბსოლუტურად არაფერი მაგდაგვარი, ისევე როგორც ჩვენ დაგვავიწყეს საუკუნეების განმავლობაში. რატო წარმართობას ეძახდნენ? იმას, რაც იყო ნამდვილად ბუნებასთან ახლო. მაგალითად, ახალ წელს როდის ხდებოდნენ ჩვენი წინაპრები და როდის აცილებდნენ? 25-ში ხდებოდნენ, 21-ში აცილებდნენ დეკემბერში. რატო? ბუნების კანონია, ძალიან კარგად ხედავდნენ. მზე კვდება 3 დღით 21-ში. ერდა იმავე დროს ამოდის ჩადის, ადე ამოდის ჩადის, რაც სხვა დროს არ ხდება. განსხვავებებია, ხო, წუთებში. 25-ში იწყო იძრება უკვე. ოდნავ მატულობს სინათლე. ანუ ეს იყო ზუსტად მაჩვენებელი ბუნებრივი, როდის არის ახალი წელი. ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, ბატონო მიხეილ, აი დღევანდელი გადმოსახედიდან, რომ ასტროლოგია ეს არის რწმენის, კულტურული პრაქტიკის და რაღაც ტრადიციული წესების ნაწილი? ეს იყო ერთიანი სისტემა, რომელიც ადამიანს ეუბნებოდა რა კოსმიურ პრინციპებს ეფუძნება სამყარო. იმიტომ რომ ადამიანი იყო ყოველთვის სამყაროს ნაწილი. მას უნდა ცოდნოდა რა კოსმიური კანონები გა სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი ცენტრი იყო საქართველოს ოდითგანვე, ხო? რატო იცოდა ჩვენმა გლეხმა, მაგალითად, რატო უყურებდა სუციურ სხეულებს? რატო იცოდა მთვარის მიხედვით როგორი ამინდი იქნება, როდის ჯობია მოსავლის აღება და ასე შემდგომ, ხო? ეს ყველა იყო, ეს ოდითგანვე მოდიოდა, წესი იყო, ღვინო როდის უნდა დაიწუროს. ახალი მთვარიდან მე-11 დღეს. ეს იყო წესი კანონი. დღეს რას აკეთებენ? გინდა ახალი მთვარე იყოს, გინდა მზის დაბნელება იყოს, წურავენ და მე ის მიდის საზიზღრობაში, იმიტომ რომ აი საიდან ჩაინერგა საქართველოში მაგალითად, რომელიც საუკუნეებიდან არის. ერთხელ თუ მოიწევთ, არა, სხვა შორის მე მინდა გითხრათ, რომ ძველია ძალიან, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ახლა ძველი სპარსეთი, ხო? ჩვენთან შემოვიდა პირველი ასტროლოგიური ცოდნა ძველი სპარსეთიდან და იგივე დავუშვათ მარეხი, ერქვა მარს. შოთა რუსთაველს მე-12 საუკუნეში ძალიან კარგად აქვს ახსნილი და როდის შეახვედრა მიჯნურს ტარიელი, როდესაც ის კაბადონზე იუპიტერი და სატურნი, ხო, ზუალი ერქვა მაშინ ეს ძველი სპარსული სახელწოდებაა სატურნს, ერთმანეთს. ეს ხდება მოვლენა 20 წელიწადში ერთხელ. მან ძალიან კარგად იცოდა
რატომ მივთით ამაზე? იმიტომ რომ მან ასტრონომია კი არა მარტო, ასტროლოგია იცოდა, რომ ამათი შეერთება გვაძლევს სერიოზულ სიხარულს, წარმატებას და გამარჯვებას. აი ამ დროს შეახვედრა. ესე იგი, მაშინ უფრო გათვითცნობიერებული იყო ხალხი. ვარებათ მაგაში, რომ ჩვენ უკან წავედით, გინდათ რელიგიაში, გინდათ ეზოთერიკაში, ყველაფერში წავედით უკან და ყველაფერში გვეუბნებია, რომ ეს წარმართობაა. არავით არის წარმართობა, ეს არის ყველაზე ნაღდი ბუნების კანონებთან, ასე ვთქვათ, მიტანილი კანონები, რომელიც საზოგადოებამ ჩამოაყალიბა თავიდან, სად იყო ჯერ ქრისტიანობა, სად იყო ჯერ რელიგიები, როცა ჩვენმა წინაპარმა ეს ძალიან კარგად იცოდა. იგივე ქართულ ცეკვებში რაც ჩადებულია. იგივე დაუშვათ, როცა იყო ბრძოლები, მეომრებს რას უშვებოდნენ მერე? ესე დააწვენდნენ სისხლი, მოზდი, დაჭრილები, დააწვენდნენ ესე ოვალზე. რატო ოვალზე? ეს ცალკე თემაა. რატო იყო ქართული სუფრა ყოველთვის ოვალური და არა მართკუთხედი? რა ჩადეს ამაწენეს შემთხვევით? არაფერი შემთხვევით არ ხდებოდა. და მერე გვერდიდან ასე ოვალზე დადგებოდა დიდი ჯგუფი და იწყებდნენ სიმღერას. აი სიმღერა მომენტარად აჩერებდა სიცხეს და ეგრევე იწყებოდა შეხორცების პროცესი, ხო? სად იყო მაშინ ქრისტიანობა ჯერ? და ეს არის წარმართობა? ამიტომ შემოკარგებო ბევრი რამ და იგივე დაუშვათ თუ გინდათ სამკურნალო მედიცინა. უდიდესი განძი, რომელიც ჩვენ ქონდა, მედია, მათ შორის თავისი საოცრებები და სამკურნალო საშუალებით, რატო დავკარგეთ? სად არის ეს ყველაფერი? რატო გახდა ოფიციალური მედიცინა, რომელიც ვერ იტანს სამკურნალო მედიცინას ხალხურს და ყველანაირად ხელს უშლის, ხო? და რატო როცა იქ იყო გადასწრები ბუნებრივი დასაძინებელი საშუალებები, იქ იყო სპეციალური სხვადასხვა დაავადებების საწინააღმდეგო მცენარეული საშუალებები, საჩუის ხო ის გამიდოდა ხარდა მაგის. ერთხელ მოიწვიეთ დათო ვაშაძე. თავისი კლინიკა გადასწრები ექიმია, დათო არის უნიკალური რამხრივ, თან არის მეღვინე. ოფიციალურად. დაამთავრა მეღვინეობა და მერე საექიმო. მეხდით, ექიმი მეღვინე, უნიკალური რამ არის. რისი თქმა მინდა და დათო მოგიყვება ყველა საჭირო პროფესია ქონია საქართველოში. ძალიან და მერე ექიმი. კი, ძალიან, მაგრამ რისი თქმა მინდა, უნიკალური წიგნები აქვს. დიახ. შუა საუკუნეების. აი, ძველი ფრანგი, იტალიელი მოგზაურობები რას წერდნენ საქართველოს. მაგრამ თავარი ეს არის, თავარი აქვს უნიკალური წიგნები. აი რომ ნახოთ, პატარა ჭიქა ეგ ესეთი. რომ მკითხე რომ ეს რის ჭიქაა დათო, მეუბნება. ეს შვილი ბავშვის. ღვინო რო დალიოს. რას ამბობ, უთხარ შვილ ბავშვს ღვინოს დალიოს საგა. წამაკითხა, ხო არ გონიათ ისე გეუბნე ბოდიში. აი, ესა და ეს მოგზაური ამ კუთხეში წერს. ქართველები რატო იყო ეს ღვინის ქვეყანა? მარტო ის კი არ რომ დაждდებოდნენ და კეიფობდნენ ბოდიში. ერთის ცალკე კულტურა, რომელიც საკვები რომელ ღვინოსთან მიდის. მეორე ის ღვინო, ახალი მთვარიდან რომელ დღეს უნდა ყოფილიყო დაწურული, თამადას ეს უნდა ცოდნოდა ყველაფერი. ყანწის მერე რომ ნახევარი საათი კაცი არ უნდა გაკარებოდა ღვინოს. ეს წესი იყო საქართველოში ოდითგანვე, ხო? რაც ახლა დაკარგულია. და აქედან გამომდინარე ის გაჩვენებს სხვადასხვას. გეტყვით ზუსტად, რომელ რაიონში, რომელი ღვინის სორტიდან უნდა იყოს ის დაწურული, რომელ მთვარეზე აუცილებელი იყო ეს და ცოტა დიდი ეს იზოდა ამ ხალხმა. აი, ცოტა რას ქვია, კაცო, წიგნებშია ყველაფერი მოცემული, დათო ამას აგიხსნით, გაჩვენებთ. ფეხმძიმე ქალებისთვის, სულ სხვა ჭიქა იყო, ეს მოხუცებისთვის, ეს კუჭის დაავადებულთათვის, ეს გულსიზარვანი პრობლემებისთვის, გაგაგიჟებთ. მე ცოტა ხანი დავკარგე ლაპარაკის უნარი, იმიტომ რომ ეს იყო ჩემთვის შოკი. ეს ყველაფერი გვაქვს და არავინ არაფერი არ იცის. არავინ არაფერს არ ლაპარაკობს ამაზე. უნიკალური ქვეყანა იყო. ეს ყველაფერი იმალება, იმიტომ რომ წარმართობა იყო, გესმით თქვენ? და ქართველებმა მაშინ არ ვიცოდით, მერე გახდით ჭკვიანები, როცა ქრისტიანობა შემოვიდა. ეს ხო აბსურდია. აქ როცა ჩამოვიდა ტოიო კობაიაში, ესე თუმცა ძალიან დიდი განათლება შემოიტანეს ამ პლატაზე. ეს რომ შემოიტანეს, ამას არავინ არ უარყოფს, მაგრამ მე წინააღმდეგივე იმისა, რომ უარყოფდნენ იმას, რაც იქამდე იყო და იყო ძალიან ღრმა. ტოიო კობაიში როცა ჩამოვიდა, ეს იყო თაიძიცვანის ჩინური ციგუნის ერთ-ერთი ოსტატი, ეს იყო 1986 წელი. რამაც მე მახსოვს და მაშინ ვთხოვა, რომ აი ძველი სუხიშვილების მაშინ კონცერტი იყო ფილარმონიაში და ბევრი რამ მსმენია ქართულ ცეკვებზე, მაინტერესებს არ მინახავს არასოდეს და აქ სიმპოზიუმი იყო სამდღიანი და ვაჩვენეთ. კაცი იმდენად აღრთვანებული იყო, რომ გითხრა, რომ იმ დღეს ჩამოვიდა დილით ჩომფროს აღოს ვაჩვენ. და მეგონება, რომ ახლა წამიყვანეთ აეროპორტში. გაფრინდებიო. რა იყო, მეთქე რა შეასაქმე რა გეწყე ჯერ სიმპოზიუმი არ დაწყებულა. მე არაფერი ახსახსნელი თქვენთვის არ მაქვს. მთელი თაიძიცვანი ქართულ ცეკვაში გაქვთ. ჩემგან რა გინდათ?
დრო ნახა რომ გაუგნებული ჩვენი სახეები დარჩა მეორე დღეს სასწაულები აგვიწე ესე იგი ჩვენ ცხოვრობთ საქართველოში უყურებთ ქართულ ცეკვებს ცეკვავ და წარმოდგენა არ აქვს რას ვაკეთებ კაცმა ზედმიწევნით აგვიხსნა გრაფიკულად ქართველი ქალის მოძრაობა ამა თუ იმ ცეკვის დროს რას ნიშნავს ხელის გაწმენა საით რომელ მხარეს აღმოსავლეთ სამხრეთ დასავლეთ მხარეს როგორი მოძრაობის ფილოსოფია შეგვიძლია და ასწავლი კოსმოგონიაა თურმე ჩვენს ცეკვებში მამაკაცის ისიც კი გვითხრა რომ აი ესე რომ ატრე მამაკაცი ეს უკვე თქვენი ქორეოგრაფების შემდგომი შეცდომაო თქვენი წინაპრები ამას არიზავნენო მისცემდნენ დიდ სტრესო და არა ესე მოკლე იმიტომ ამის შედეგად ფილტვების მერიდიანი იხსნება თურმე ანუ ეს ყოფილა არა მარტო საბრძოლო ხელოვნება არამედ სამკურნალო საშუალება ყოველი მოძრაობა ამა თუ იმ მხარის მიმართ მთელი ფენშუი აქვს ჩადებული ამა თუ იმ ორგანოს ხსნის ამა თუ იმ ორგანოს მერიდიანს კეტავს სასწაულად მოქმედებს ორგანიზმზე სამკურნალოა რეალურად ჩვენ წარმოდგენა არ აქვს კაცმა გადაგურია გესმით და ამიტომ ვამბობ და რატომ აი თქვენი პროფესიის ადამიანები რატომ უფრო არ აქტიურობთ იმისთვის რაღაცა კვლევები რო ჩაატაროთ რო გამოსცეთ უფრო მეტი სახელმძღვანელო წიგნი არა მართლა მაინტერესებს ჩემო კარგო მე როცა 93 წელს დავიწყე ასტროლოგიის საუბარი არა ეს გასაგებია მაგრამ ხო ხდებით რომ უფრო ჭირდება შენ უნდა გენახა მეცნიერულ დონეზე ერთი 10 წელი რა გავიარებე ქუჩაში რომ აჩერებდნენ და რომ მეუბნებდნენ რას გვაბოლებ ვინ ახარ საერთოდ რა საიდან ჩამოხვედი და იყო შეურაცხყოფები და ეხლა რომ მოდიან ასტროლოგები და მზამზარეული აქვს და ყველაზე ეგრე კი არ იყო მე რო დავიწყე მე მქონდა სამკრო საიცოცხლო ბრძოლები ცალკე ფსიქოლოგებთან ცალკე ფილოსოფოსებთან ვაი ფსიქოლოგებს და ფსიქოლოგებს ნამდვილ ფსიქოლოგი არასოდეს არ შემეწინა პირიქით გვერდზე მიდივარს ასევე ზუსტად ცალკე რელიგიის მოღვაწეებთან ცალკე მათ ფანატიკოსებთან ეს მთელი კოჰორტა იყო განელდა სიტუაცია ეს ეხლა რა შედარება გაცო რა შედარება მაშინ იყო კოშმარი რაზე ასტროლოგია ძლივს გავიყვანე კბილებით გესმის მე რო კიდე რაღაც სხვა რაღაცები დამეწყო ეს წარმართობა და ეხა რომ ლაპარაკობ ესე მაშინ კი ვერ ვიტყვი ასე ჩამქოლავდნენ ამისთვის ხალხი ძალიან აგრესიული იყო იმ კუთხით რომ არაფერი სხვა ახალი დამთავრებული იყო კომუნისტების დრო ხალხს ჯერ კომუნისტური იმიჯი ჰქონდათ და შესაბამისად ჩვენ აქ რაღაცას ფუტურისტულს ლაპარაკობ თუმცა აქ კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია თავად კომუნისტები როცა გამოჩნდნენ საერთოდ ზოგადად დაიწყეს ეს რევოლუციები, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ძალიან საინტერესო სტატიები ამოვიკითხეთ, თვითონ არაჩვეულებრივად და ძალიან ხშირად მიმართავდნენ ხოლმე ასტროლოგიას. უფრო მეტიც KGB იყენებდა. რა საკვირველია? რა თავისთავად, აბა როგორ უშუალება KGB-ა, ძალიან კარგად იცოდნენ ეს ყველაფერი, მაგრამ ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი არ უნდა ყოფილიყო. პლუს ამას ხელი შეუწყო ეკლესიის პოზიციამ, რომელსაც არ უნდა არანაირი კონკურენტი გვერდით, იმიტომ რომ ისინი თვლიდნენ ასტროლოგია ერთ-ერთი კონკურენტია და ოდითგანვე საქართველოში ასტროლოგია, ანუ ვარსკვლავის ცხელობა ასტრონომიასთან ერთად მოდი ესე ვთქვათ, პლუს რელიგია იყო ერთიანი. საიდან მაშინ გეკითხებით, საიდან გაჩნდა სვეტიცხოვლის სამხრეთ კედელზე 12 ზოდიაქოს ნიშანი. ზუსტად ასეთივე 12 ნიშანი უფრო დიდი და უფრო კარგი ქონდა ქაშვეთში. აკაკი შაინძეს თავის ხსულებებში კარგადაა აღწერილი რომელი ნიშანი რომელ ხარეს იყო და რას ნიშნავდა. სამწუხაროდ რუსებმა ის გადაღებეს და ამიტომ არ ვიცნობთ. პლუს ამას დავით აღმაშენებელი, ვახტანგ მეექვსე, გიორგი პირველი, წკინვალე მეფეები საკუთარი ხელით ქმნიდნენ ასტროლოგიურ რუკებს. მინდა გითხრა რომ მათი შექმნელი რუკე, მათ შორის ვახტანგ პირველის და შემო, დღესაც ინახება ოღონდ სად? სანქტ-პეტერბურგის აღმოსავლეთ ცოდნეობის მუზეუმში. ვინმე ხმას იღებს, ვინმე გვეუბნება, ვინმე ჩამოაგ? არა, კატეგორიულად ეს უნდა იყოს მიჩუმათებული, ხო? შესაბამისად, უფრო მეტიც ცხონებული სანამ პატრიარქი ცოცხალი იყო, ჩვენ მივართვით მე და ბატონო ზაურ ქოქრაშვილი ძალიან დიდი როლი შეასრულა, გეოლოგი მეცნიერი იყო. აღმოვაჩინეთ ხელნაწერთა ინსტიტუტის ну, როგორ გითხრა, ისეთ ადგილას, რომ მცხენია კიდევ თქვა ისეთ მიტოვებული ადგილი იყო. იქ აღმოაჩინეთ სარდაფში ერთ სიტყვით მე-12 საუკუნის ეკლესიური წიგნი. მერე, ეს წიგნი გადავაქსეროქსეთ, მოაწესრიგოთ ყველაფერი ჩუმად, იმიტომ რომ ამისთვის დიდი ამბები ატყდებოდა და ნაცნობობით ზაურისა და მერე მივართვით პატრიარქს, გაგიშდა კაცი. მე რატო არ ვიცოდი ეს? მე-12 საუკუნის წიგნი, სადაც თალკე თავია 12 ზოდიაქოს ნიშანზე თავისი დასურათებებით და საოცარი ფრაზით და ეს ფრაზა ვისია თუ იცით? გიორგი მთაწმინდელი, ათონის წმინდა ბერი წერს საკუთარი ხელით.
ჩვენ არა გვაქვს უფლება მღვდელმთავრების არჩევისა მათი პირადი ასტროლოგიური რუკების გარეშე. მე-12 საუკუნეში რატო არ შეუძლია თანაცხოვრება ასტროლოგიას და კონკურენტია. რატო რელიგია უნდა იყოს? მარტო უნდა იყოს გულის გზა. იმასაც არ გვაჩვენებენ კარგად. მინდა გითხრა. რატო? იმიტომ რომ თვლითლებოდა ესე რომ უფლისკენ მიმოვალი არის ორი გზა. ერთი არის გონის, მეორე არის გულის. გონს ემსახურებოდა ასტროლოგია, გულს ემსახურებოდა რელიგია. მოიშორეს ეს გონის, იმიტომ რომ ასტროლოგიამ შეიძლება ბევრი მკითხვაზე პასუხი გასცეს, რაც ეკლესია პასუხს ვერ გასცემს. ხო, დაწყებული სიზმრებიდან დამთავრებული თუნდაც რომელი ქვეყანაა თქვენთვის წარმატების მომტანი. ხო? რომელი ჯანმრთელობის ზონა გაქვს დაბადებიდან სუსტი. რა პერიოდში არ არის სასურველი ამა თუ იმ ორგანოზე ოპერაციის ჩატარება? რელიგია ამაზე არ პასუხობს. ხო, რომელი პარტნიორია კარგი, ცუდი, ვისთან ფრთხილად? რა შეიძლება კარმული მისია გაგისრიათ თქვენ როცა იბადებით? ხო? და თავარი პრობლემა ჩვენ შორის რა წარმოიქმნა ის რა არის? რეინკარნაციის სისტემა. ოდითგან ეს არ იყო? აი მერე ნიკეის კონფერენციის მერე როცა დადგინდა და ევროპამ გააკეთა ეს და ვატიკანმა შემოიტანეს ერთხელ დაბადება გარდაცვალების სისტემა. აი მერე უკვე დააპირისპირეს ავრამული რელიგიები, მათ შორის ჩვენი ასტროლოგიას. იმიტომ რომ ასტროლოგია დარჩა ძველ აღმოსავლური პრინციპის სისტემაზე, მრავალჯერ დაბადება გარდაცვალების სისტემა. თქვენ ახლა როგორ გონიათ? ადამიანი რომელიც მოდის ურთულესი მექანიზმია, ჯერ მარტო ტვინის პრინციპი ნახეთ მუშაობისა. კომპიუტერია ჩადებული საუკუნეების ნახეთ მილიონზე მეტი უჯრედი დღე და ღამე იცვლება. რა სასწაულია? ეს ხო სასწაულია, ხო? ესე მსუბუქად ამხელა მექანიზმი კეთდება იმისთვის, რომ უცებ ერჩვენა დღეს, წახვედი და დამთავრდა. გაიფანტეთ სამყაროში? არ არის ესე, ჩემო კარო. რელიგია ხო არ ამბობს მაგას, რომ წახვედი და გაიფანტე. რელიგია ამბობს, წახვედი და ნახომდის. ხო, მეორეჯერ ვეღარ მოხვალ. არა, მეორედ მოსვლაზე არ არის. აი, ჩვენ ამბობთ მეორედაც მოხვალ და მეასეჯერაც მოხვალ. რატო? იმიტომ რომ შენ უნდა გაიარო სულიერი გზა. ერთ კლასში დაამთავრე. ორწმუნდე თუ ხართ თქვენ, მაგრამ რასაკვირველია, ხო მე უფლის მჯერა, რასაკვირველია და არა დოგმების, რომელიც ხშირად არ შეესაბამება იმ უფლის გზას. მინდა ესეც გითხრათ, ხო? თორე უფალი ერთია. სხვა ჩვენ დავარქვით მას სხვადასხვა გზები და რაღაც გზები ვიპოვეთ სხვადასხვა მიდგომისა, მაგრამ ის ერთია პრინციპში. კაცმა რო თქვას. და აქედან გამომდინარე, მოდი ახლა აღვნიშნოთ, რომ შესაბამისად ჩვენ ეს ტენდენცია შევქმნით, რომ დავმალეთ ბევრი რამ. და ამიტომაც ახლა ძალიან დიდი ბრძოლა იყო საჭირო იმისთვის, რომ საზოგადოებას გავაგებინო. ხო, გაგებინება როგორ მიდის თან? მე უხსნებ დავშეთ პროგნოზს ვაძლევ, ხო? დარჩენი ადამიანი ზოგი მისმე, ზოგი არა. ზოგს აუხდა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. მერე დაინტერესდა, მერე მოდის პირად რუკასთან დაკავშირებით. ხედავს, რომ სასწავლო რაღაცებს ვეუბნები. მერე მეკითხებათ, ხო რა იცით კი, მაგრამ ეს მე არ ვიცი. ვარსკვლავებმა ეციან აგერდებს ეს ყველაფერი, ხო? და პროგრამა როგორ შევასრულოთ? რამდენია ისეთი ოჯახები მათ შორის, რომელიც დაშლის პირას იყო. მაგრამ როცა ორივე დავსვი, დაუხსენი, რა ხდება, როგორ ხდება, რა ძალები მუშაობენ და როგორ გამოვასწოროთ, პრობლემა მოიხსნა. მაგრამ აი ხო გეტყვი. აი ხა შემხვდა ახლა ხან ერთ-ერთი გოგონა ქუჩაში და მეუბნება იცით რა, მე 5 წლის წინ ვიყავი თქვენთან პირადი ჰოროსკოპი შევადგინე. პირადი ჰოროსკოპი რა არის? ეს მთელი კოსმიური მისია ადამიანის, ხო? და ჩემ ცხოვრებაში არაფერი არ შესვილა. მას ეგონა რომ ახლა ამით დამაბნევდა. მაგ ეგრევე კონტრკითხვა. შაემთვარე, მასუნებელი ძალა სად ქონდა? შენ ხო ვისაუბრეთ, ეს ხო შენ ჩაწერილი გაქვს, ამას ყველაფერს ვაწერნებ, ტელეფონში აქვს ჩაწერილი, ფლეშკაზე გადააქვთ. ამას უნდა უსმინონ ხშირად, იმიტომ რომ უზარმაზარი ინფორმაცია. ეგრევე მიხვდი, რომ არაფერი არ მოусმენია. სად არის შაემთვარე? არ მახსოვს. კოსმიური მისია რა იყო? არ მახსოვს. გამოსალოცი იყავი, ენერგოდაბინძურება ქონდა კი, წახვედი, კვეთებული გაიკეთე, არა. აბა რატო უნდა შეიცვალოს? მარტო იმიტომ რომ მოხვედი და მომისმინე და სელფი გადავიღეთ? მასე ეს არ შველის საქმე. არა, შემოკარგო, მასე დინამოს სტადიონზე ეგერ 160,000 კაც შევკრებ და ლექციას წავიკითხავ. მასე არ იცვლება ბედიგვალი, ხო? ორი ტაიმია. ბატონო მიხეილ, მე არ მინდა და ტრადიცია დავარღვიო ჩემი გადაცემის, იმიტომ რომ ყველა ჩემს სტუმარს ეს პირველად როცა გავიდა ეს გადაცემა, ყველა ჩემს სტუმარს უსვავ ერთ კითხვას, რომელსაც მატანს თქვენთან ხელოვნური ინტელექტი. მაინტერესებს ხოლმე მისი აზრი, დღესთან როგორი პოპულარულია და ამაზე დაგისვამთ მე კითხვას, მაგრამ ვეუბნები თემას, ვეუბნები სტუმარი ვინ მყავს და ერთი კითხვა და ის მაძლევს ერთ კითხვას. ყველანაირი ცენზის გარეშე, როგორც წერს, ისე მომაქვს ხოლმე სტუმრამდე. თუ არსებობს, ეს უკვე ხელოვნური ინტელექტის კითხვაა, თუ არსებობს ერთი რამე ნიშანი, რომელიც აბსოლუტურად არ იცვლება არასდროს და ყველა ზოდიაქოს ნიშანს აერთიანებს.
ყველას აქვს ეს ერთი რაღაც ხასიათში ან რაღაცა ისეთი რამ არის, რომელიც არავის არ ეცვლება. ყველას აქვს ეს, თუ არის ესეთი. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ კითხვა არ მოგწონთ, შეგიძლიათ ნიშანი თუ ხასიათი, ხო, აი რამე ისეთი, რაც ყველას აქვს. როგორ არა? სიყვარული. არის ერთი, რაც ყველას აქვს. რაც ყველას აქვს. მაგრამ მაშინ აქ მე უკვე ჩემგან დაგიშოვთ კითხვას. სიყვარული შეუძლია სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნებს სხვანაირად? აი ეს სხვა კითხვა. სიყვარული ყველა შეუძლია, ოღონდ ფორმები გამოხატვის აქვს სხვადასხვა. მაგალითად, თხის გადაკალწული უფრო ცივია. ესენი ესე თქვენ დიფირამბებს ვერ გიმღერებენ და მუხლებზე არ დაგიდგებიან. ამაც სხვანაირი სიყვარულის ფორმა აქვს, მაგრამ ეს შეუძლია მშვილდოსანს, შეუძლია ლომს, აი მთელი არტისტული მონაცემებით შოუ სპექტაკლი დაუდგან სასიყვარულო პარტნიორს. მიხვდით, ფორმები არის სხვადასხვა. თორე ერთი არის სიყვარული. გასაგებია. და კიდევ ერთი ალბათ ჩემის აზრით საინტერესო კითხვა თქვენთან შესახვედრად რომ ვემზადებოდი რაღაცებზე ვფიქრობდი და თუ შეგვიძლია თან ტექნოლოგიები როგორ წინ მიდის თქვენ ჩემზე უკეთიცით თუ შეგვიძლია აი როგორც ადამიანს თქვათ ასეთი ასტროლოგიური რაღაცა პორტრეტი დაუხატოთ თქვათ ხელოვნურ ინტელექტს თუ არის ეს შესაძლებელი ხელოვნურ ინტელექტს პორტრეტს ვერ დაუხატავთ იმიტომ რომ ეს ბნელი ძალების ერთ-ერთი ფაქტორია ხო იმიტომ რომ აქ თქვენ იცით ჩვენ სამყაროში არის დიდი ბრძოლა ნათელ და ბნელ ძალებს შორის ხან ერთი იმარჯვებს ხან მეორე და ამ ბრძოლაში ვიჭედებით ჩვენ ადამიანები ამიტომ მოდი ასე ვთქვა თანამედროვე ტექნოლოგიების უმრავლესობა სამწუხაროდ მათი მოტანილია მე არ ვამბობ რომ ცუდია მე ვამბობ როგორ ვიყენებთ თავარი ეს არის მაგრამ შიგნით ცუდიდებს ეს თავიდანვე იყო ამიტომ არ იყო ტყუილა მოტმასტილი საზოგადოებაში რატო აი მაგათად ავიღოთ მობილური ტელეფონი გენიალური გამოგონება ფანტასტიკა ხო ჩვენ რაზეც ვოცნებობდით ადრე და ვერ წარმოგედგინა ის არის მაგრამ აბანახეთ რამდენი დაავადებული გააჩინა რამდენი აი ზიან ცოლქმარი კაფეში ორივე შემძვრალია ტელეფონში ერთმანეთი არ ახსოვთ ხო ეს დადებითია თუ ვარყოფით ენერგიის მატარებელია. აღარ ვამბობ თვითმკვლელობებზე რომელიც მოიმატა ზუსტად მობილურის ინფორმაციის შედეგად ხო? აღარ ვამბობ უძილობაზე, ნევროზზე, სიგიჟეებზე, ფსიქიატრიულში მოხვედრაზე, ისევ აქედან გამომდინარე, ხო? ანუ აღარ ვამბობ რამდენი თვალი გაფუჭდა და ნერვული სისტემა ეს ცალკე თემაა. თუმცა რაღაც პლუსებიც ხომ აქვს. გასაკვირ მე ვამბობ რომ თავარია როგორ გამოვიყენებთ, ხო? ყოველთვის გვაქვს ესეთი რამ რაღაცა გამოგონებაა, ხო? აქედან შავი, აქედან თეთრია. ჩვენ გვაძლევა თავისუფალი არჩევანი. როგორ გამოვიყენებთ? უბედურება იმაშია, რომ მობილურს აქვს ნარკოტიკული ეფექტი. ანუ ეჩვევი და დოზა გინდა მეტი აღარ ყოფნის. და ბოლოში უკვე რო განგრევს, მე როგორ გვიანა განთავისუფლება. აი ეს არის უბედურება, როგორც ალკოჰოლი, როგორც ნარკოტიკი, ხო? გიზიდავს, იმიტომ საინტერესოა. მესმის, ადამიანმა თუ ნებისყოფ არ გამოავლინა, საკუთარ თავს არ უთხრა, არა, გამორიცხულია, დაავადება ეკნება Z პირდაპირ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა, ვაღიარებ კაცო, მთელი მსოფლიოს ბიბლიოთეკები, ფილმები, მუსიკალური ნაწილი, ყველაფერი აქ არის, მაგრამ სამყარო, აი მე მინდა ყველას ერთი რამ აუხსნა რა. აი ბედნიერების ხა შეიძლება კითხვაც გაქვთ ესეთი, მაგრამ თუ არა გაქვთ მე დაგასწრებ. აი ბედნიერების თავარი ფორმულა როგორია? ძალიან მე ვერ ამოხსენი ეგ და ესა ვერ ამოვიკითხე ამ დროს იცი როგორი მარტივია? აკადემიის დამთავრება მას არ უნდა, ყველა შეუძლია. მარტივია და არავინ არ ასრულებს. ზომიერება, ბალანსი. რაც წინაპრებმა არაერთხელ გითხრეს და დაგვიტოვეს. მაგის სწავლა ალბათ ყველაზე რთულია. თუმცა შეუძლებელი არ არის. შეუძლებელი გეთახმები, ესე იგი რა უნდა ვქნათ? თუ თქვენ ბალანსირებულად მეუდგებით მობილურს და დასვენებას თავისი ადგილი ექნება საქმეს და მობილურს, პრობლემა არ გექნებათ. მაგრამ თუ თქვენ ძირითადად რო გადაგაქვთ მობილურზე, ბალანსი ირღვევა თქვენსა და სხვა საკითხებს შორის. იმიტომ ყველაფერს ყვებას თავისი დრო უნდა, დასვენებას თავისი, საქმეს თავისი. ეს უნდა იყოს თანაბრად გადაწილებული. როგორც კი ადამიანი ამ პრინციპს დაარღვევს, ისჯება, უფრო მეტსაც გეტყვი, თანაგრძნობა ხო გადასარევითვისება. რა თქმა უნდა. აბა მოდი ზედმეტი თანაგრძნობა გამოავლინე, თავზე თუ არ წაგაჯდებიან ეგრევე, რატომ? იმიტომ დაარღვე ბალანსი. კარგი, სიყვარული ვამბობთ ხო ყველანი რომ აღშენებელია, გადასარევია. არის, ოღონდ აბა გავიხსენოთ ისტორიულად რამდენი რომეო და ჯულეტა გაიწვია მანამ ქვეგი და რამდენი დაუნგრია ნერვული სისტემა. ომები დაწყებულა. რატო? იმიტომ რომ ზომიერება დაიკარგა. მიხდი? აი ეს არის რა.
ყველაფერი ბედნიერება დევს ერთ პატარა საზოგადოებას. შეიძლება ითქვას, რომ ტექნოლოგიურმა წინსვლამ თქვენს მიმართულებასაც დაარტყა? რა გითხით? აი მაგალითად ხელოვნური ინტელექტი და ასე შემდეგ. არის ეს კონკურენტი ამ შემთხვევაში? ესე ვთქვათ, არა, ამ შემთხვევაში ჯერ კონკურენტი როგორც ესეთი არ არის, მაგრამ ნაწილობრივ უკვე ამ ფუნქციების შესრულება შეუდგა. მაგრამ თავარი რა არის, ხა მაგალითად ადრე ჩვენ გვეკავა თარგალი, დაუშვათ ქაღალდი ასე თელ ჩვენ საქმე იყო რა ჯერ უნდა გამოგვეთვალა, მერე უნდა გამოგვეხაზა, რასოკველა უზარმაზარი შრომა, ბევრი დრო ენერგია ეკარგება. რასოკველა თანამედროვე ტექნოლოგია მე ეს ყველაფერი შეგვიფსუბუქა. იმ კუთხით რომ მაგალითად შეგვიძლია ახლა კომპიუტერში პროგრამებია, შეიყვანო მონაცემები, წელით ვერ იცხვი დაბადების საათი და მომენტურად მთელი რუკა რაზეც ჩვენ წვალობდით 3 დღე, ამას ვანგარიშობდით, უცებ წამებში შენ წინ არის. თავისი ინტერპრეტაციებით რაც გინდა. ანუ ამიტომაც გაჩნდა ამდენი ვაი ასტროლოგი. იმიტომ რომ ახლა პრობლემა არ არის. შენ შეგიძლია ლადო გახტი ასტროლოგი ხვალვე. არავინ არ მოკითხავს არაფერს. აგერ პროგრამებს გეტყვი, გახსენი, ყველაფერს გასწავლია, მთელი სკოლებია. სწავლისა თან ონლაინ სკოლებია უკვე რუსეთში, თუ რუსული იცი, აგერ ბატონო დიპლომსაც მოგცემენ და გახდები ასტროლოგი. მოდი ესე ვთქვა, დღეს ეს პრობლემა არ არის. მაგრამ თავარი არის სხვა რამ, ეს ხო შემოიტანა. ანუ გარკვეული კონკურენცია გაიზარდა. მაგრამ თავარი ის არის, რომ ამას მოყვარა ცოდნის დაქვეითება. და რომ ადრე როგორც ჩვენ გვასწავლიდნენ და ეს ყოს ახლა ეგვიპტეში ერთი ასტროლოგი უნდა ყოლოდა ცნობილი ასტროლოგი და სულ იყო 10 ცნობილი ასტროლოგი. ყველას მხოლოდ ერთი. იმერც იმდენამეს უდებდნენ ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ეზოთერიკა, ასტროლოგია, იგივე დაუშვათ სისტემა ფენშუისა, იგივე დაუშვათ იოგა ვარჯიში, ეს ყველაფერი უნდა ცოდნოდა ადამიანს. დღეს ვინ აკეთებს ამას? ოღონდ არიქა სტრაფად ეს ისწავლონ და ვიღაცა კლიენტი მოიზიდონ. ამაზე მედის ლაპარაკი. ოღონდ ისეთი ფრაზა იპოვონ, რომ შოქში ჩაგაგდონ. როგორ უნდა მიხვდეს ამას მოხმარებელი? ამაშია უბედურება, ამიტომ უჭერს ხალხს გარჩევა, ახლა რომელი რომელი არა, გამოდის ასტროლოგი და აი ესეთ სიტყვას გეტყვის, თქვენ არიცით თქვენ სხვა რაგელით და დაამთავრა. აუ რასაკვირია შენ ახლა უკვე ხარ კითხვა გიჩნდება ხო? რაგელე და არიქა ეძე და მე ისეთ პრიმიტიულ რამეს გეტყვის რომ იტყვი რომ აი რა ამის გამო არ მეძინა მთელი რამე. მიხვდი? ამიტომ ხალხს აქვს ინტუიცია. ეს არის უმთავრესი. შეხედეთ, მოусმინეთ და ამის მიხედვით გააკეთეთ არჩევანი. ბატონო მიხეილ, მე ზუსტად ვიცოდი რომ თქვენთან საუბარი ძალიან საინტერესო იქნებოდა და მე დარწმუნებული ვარ ჩვენ კიდევ არაერთხელ შევხვდებით ერთმანეთს. საინტერესო საუბარში ძალიან მალე გარბის დრო. მიხეილ კი ბატონო მიხეილ ცაგარელი იყო დღეს ჩვენი სტუმარი. მე დარწმუნებული ვარ კიდევ ერთხელ აღნიშნავ ამას რომ ჩვენ კიდევ არაერთხელ ვისხდებით ამ სტუდიაში, იმიტომ რომ თემა მართლაც ამოუწურავია. ყველა ჩვენს გადაცემას მუსიკალური კომპოზიციით ვასრულებთ ხოლმე და ერთ ძალიან საინტერესო თემას წავაწყდი, როცა ვემზადებოდი გადაცემისთვის, ეს 70-იანი 80-იანი წლების ერთგვარი დისკო მიმდინარეობის თემაა, რომელსაც ესეთი ქალბატონი კელი ასრულებს და მას ზოდიაკ ასე ქვია, ანუ თავის სიმღერაში ჩამოთვლილი აქვს აბსოლუტურად ყველა ზოდიაკოს ხო? აკლა მოისმენთ. კი ბატონო, დიდი მადლობა თქვენ. მომავალ სამშაბათამდე.